მოგესალმებით და საღამოშვიდობის. პირველ რიგში ჩვენი ლაივ ჩართვა ეძღვნება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და კონკრეტულად დღეს, როცა მთელი ნიავარი და ტალღა წამოვიდა ჩვენი კომპანიის მისამართი ცილი წამების კუთხით. სანამ გეტყვით იმას, რომ ჩვენი ლაივი იქნება საკმაოდ ინფორმატიული, იმიტომ რომ მინდა მოგიყვეთ რა ხდება რეალურად დღეს საქართველოს შექმნის ბაზარზე და კონკრეტულად როგორ ხდებოდა ვინ ცდილობს ჩვენს გაკოტრებას და ბაზრიდან გაგდებას. სანამ უშუალოდ თემებზე გადავალ, მინდა რომ ჩვენი კომპანიის და ჩვენი თანამშრომლების სახელით დავაფიქსირო პოზიცია, რომ ჩვენ არასოდეს არ მოგწონს და მიუღებელია ჩვენთვის, როცა კონკურენტი ლანძღავს კონკურენტს და ჩემი გადმოსახედიდან როგორც მომხმარებლის, ასევე არასასიამოვნო სანახავი არის. მაგრამ დღეს და ბოლო წლების მანძილზე ისე ინტენსიურად გვიწევს კომპანია iTechnic-ი, რომ ჩვენ იძულებული გავხდით, რომ გამოსულიყავით და თქვენთვის ეს გვეთქვა. ვინაიდან ეს ყველაფერი ემსახურებოდა მთავარი თემის გადაფარვას, რომ ვალერიან ცერცვაძე, რომელიც არის iTechnic-ის გლობალი, ანუ მისი ოჯახის ბიზნესი არის iTechnic-ი, აი ამ თემიდან ცდილობს iTechnic-ი გადავიდეს სხვა თემაზე. მოკლედ რომ მოგიყვება როგორ რა მოხდა დღეს პრეს კონფერენციაზე, რა განაცხადეს მომხმარებლებმა. როგორც მეტად გავრცელდა ინფორმაცია, iTechnic მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციაში შევიდა განცხადება, ეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ასეთი, სადაც ერთ-ერთი მომხმარებელი ამბობდა, რომ ის მან ტელეფონი შეიძინა iTechnic-ში, iTechnic-ში შეძენილი ტელეფონი გადაამოწმა Apple-ის სერვერზე და მინდა აქვე აღნიშნო, რომ Apple-ის სერვერზე ყველა iPhone-ი თუ Apple-ის პროდუქცია იზრდება, თითქმის ყველა აქ საუბარი არის კაბელებზე და ასე შემდეგ, ანუ საუბარი არის iPhone-ებზე განსაკუთრებით, iPhone-ები უნდა იძებნებოდეს და iPhone-ები, როდესაც აქტიურდება, უნდა იყოს აქტიურების თარიღიც მითითებული. აქ საუბარი არის ასევე იმაზე, რომ ტელეფონი, ნებისმიერი ტელეფონი, რომელიც Apple უშვებს, აუცილებელია, რომ თვითონ Apple-ს აქვს ეს პოლიტიკა, რომ თავის სერვერზე აუცილებლად გამოჩნდება. იყო საუბარი, გავაგზავნებ ამ თემას ისე, რომ ეს ჩართულობა იყო იმ კუთხით, რომ თქვენ მიხდარიყავით, რაზე არის საუბარი. რაც შეეხება ამ მომხმარებელმა განაცხადა მიმართა ამ შემთხვევაში ფედერაციას იმისათვის, რომ დააფიქსირა პრობლემა, რომ მისი ტელეფონი Apple-ის სერვერზე არ იძებნება. შესაბამისად, ეს ბადებს კითხვის ნიშნებს, უფრო სწორედ ქმნის ეჭვს, არის თუ არა ტელეფონი ორიგინალი. ნებისმიერი ტელეფონი უნდა იძებნებოდეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ Apple-ის ბაზაში. iTechnic-ის წარმოადგენლების მიერ გაკეთებული კომენტარი იყო თემის გადაფარვა, როგორც კახამაგი აღნიშნა და მან ჭყალებში რო თქვა, თითქოს შეგვაწმინდეს ჩვენ ხელი, რომ თუმე iPhone Plus-ი არის, i+-ი არის ამაში ჭყალებში დამნაშავე. მე ჩავაგდე ასევე ლინკი კომენტარებში შეგიძლიათ ნახოთ იმედის ლინკერს და მიხვდებით კონკრეტულად რა მომხმარებლებზე არის საუბარი. ასევე როგორც გოგი აღნიშნა, Apple-ის საიტიც ჩავაგდე, რომელიც ერთადერთი ოფიციალური წყარო იმის გადამოწვევის, როდის ჩაიდო პირველად სიმბარათი ტელეფონში და აქვს თუ არა ტელეფონს საერთაშორისო გარანტია და როდემდე რომ გადამოხდეს ამ ვებ გვერდზე შეგიძლიათ შეგრძანდეთ, შეიყვანოთ თქვენი იმეილი კოდი და სერიული ნომერი და იქ ამ ინფორმაციას მიიღეთ. კარგი იქნება რომ iPhone-ი შეძენის ზოგადად ამ საიტზე გადამოწვევთ თქვენ იმეილს, რომ აი მსგავსი ფაქტი გამორიცხოთ, რასაც დღეს ქონდა ადგილი, როგორც მომხმარებელი აცხადებ და კონკრეტულად თემას რო დავუბრუნდეთ, ხო? ძალიან საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ჩვენ გამოვაშკარავეთ და ფაქტები დავუდით საზოგადოებას, სასამართლოს თუ ზოგადად ჩვენს მომხმარებლებს, რომ iTechnic-ი არის ვალერიან ცერცვაძის ბიზნესი. კერძოდ, მისი მამა, ცოლი-ძმა არის კომპანიაში, ცოლი-ძმა არის დამფუძნებელი და მამა და ცოლი-ძმა არის დირექტორი და მისი მეუღლე არის კომპანიის გენერალური მენეჯერი. აღსანიშნავი ფაქტი არის ის, რომ ვალერიან ცერცვაძის მამის, ანუ მთელი ამ ცერცვაძეების ოჯახის ქონება, წარმოიდგინეთ, რამხელა კაზუსი და ტრაგედია არის. მთელი აი ამ ცერცვაძეების გულისხმობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გულისხმობს. მისი ქონება არის იპოთეკით დატვირთული iTechnic-ის სასაგებად. ეხლა ნახეთ რა ხდება, ალბათ ყველა მიცით, რომ iTechnic-ი გვედავება ჩვენ, რომ თითქოს ჰაკერული შეტევებით გავუქმნათ Facebook გვერდი, რაც აბსურდი არის და გოგა უფრო დეტალურად გეტყვით. მაგრამ წარმოიდგინეთ რა ხდება. თავისივე სასამართლოში, ანუ ვალერიან ცერცვაძის სასამართლოში, თავისი ბიზნესი დაგვიპირისპირდა ჩვენ. სასამართლომ რა ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანოს და ჩვენ გავმართლდეთ,
რა თქმა უნდა იქ მიდგება ზიანის ანაზღაურებაზე საქმე და წარმოიდგინეთ მთელი ვალერიან ცერცვაძე დედა მამა ცოლი რჩებიან ბიზნესის და სახლის გარეშე და დღეს ვინმე სჯერა რომ ვალერიან ცერცვაძე ამას დაუშვებს რომ მიაღებინოს მოსამართლეს ობიექტური გადაწყვეტილება და თვითონ დარჩეს სახკარის გარეშე აი Facebook-ის ზევიტყვი კი აკახა სულად წარმოუდგენელი რაღაცა იყო, იმიტომ რომ რაღაც არავინ არავის შეიძლება არ ჯეროდეს, მაგრამ რეალურად საქმეში რაც i-ტექნიკის მიერ, iPhone Plus-ის მიმართ შეტანილ საჩელში არის საუბარი და რის გამოც სასამართლომ iPhone Plus დაადო 1.600.000-იანი ყადაღა ნოემბერში. აქ საუბარი არის იმაზე, რომ i-ტექნიკი ამბობს, რომ iPhone Plus-მა ჰაკერული შეტევით გაუქმნა Facebook გვერდი. სრულიად წარმოუდგენელია მეგობრებო, მართლა წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მსოფლიოში არ არსებობს რომელიმე კომპანია, რომელსაც შეუძლია Facebook-ის გვერდის გაუქმება მესამე მხარისთვის. ანუ iPhone Plus-ი ფიზიკურად ვერ შეძლებდა Facebook გვერდის გაუქმებას ვერც i-ტექნიკისთვის და ვერც ვერავისთვის. მაგ ლოგიკით, ანუ ეხლა შედარება რომ მოიყვანო, ნუ არ ვიცი, წარმოუდგენელი, მაგრამ ვიღაცა მესამე პირმა რა გაუქმოს რო სხვა პირს ეს არის წარმოუდგენელი, Facebook-ი აუქმებს მხოლოდ. ანუ ორი ვარიანტი აქვს გვერდის გაუქმების. ერთი, დაფიქსირდა Facebook-ის მიერ პრობლემა, რომ Facebook გვერდი არღვევს იმ კრიტერიუმებს, რომელიც Facebook-ისთვის არის დაწესებული. მაგალითად, საავტორო უფლება, მაგალითად Facebook გვერდი შეიცავს არაეთიკურ უხამს კონტენტს და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რამდენიმე ნიშნულოვანი დეტალებისგან შედგება Facebook-ის წესები, როდესაც მსგავსი რამ ხდება დარღვევა, მაგ შემთხვევაში Facebook-ი რა თქმა უნდა აუქმებს გვერდს, მაგრამ არა მესამე მხარე. ასევე გვერდის გაუქმება შეუძლია უშუალოდ მას, ვისაც ეკუთვნის გვერდი. საქმე იმაში არის, რომ ეს არის სრულად აბსურდი, ვერავინ ვერ დაიჯერებს, რომ iPhone Plus-მა საქართველოსთან თბილისიდან შეძლო მესამე პირის, ანუ i-ტექნიკის Facebook გვერდის გაუქმება, იმიტომ რომ ეს არარეალურია. სერვერები გათავსებულია შეერთებულ შტატებში Facebook-ის, ნუ არ ვიცი ევროპაში არის თუ არა გათავსებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში Facebook-ის ის პასუხისმგებელი პირები, ეგრეთ წოდებული ადმინისტრაცია, Facebook-ის ადმინი თუ ვინც მართავს ამ ყველაფერს, არის გათავსებული კალიფორნიაში. შეუძლებელია კალიფორნიის გარეშე მსგავსი რამ იმე გააკეთოს. თუმცა ეგ ალბათ უფრო საბაბი იყო, მართლა წარმოუდგენელია, მაგრამ ალბათ საბაბი იყო, სულ წარმოუდგენელი საბაბი იყო. ჩვენი თანხების მითითება მოიგო, როგორც ფაქტი გვეუბნება. და ამის გამო დაგვიდო ყადაღა, სულ წარმოუდგენელი. ფაქტი ერთი არის, რომ წლების განმავლობაში აი სხვადასხვა ჭორებს და ცილისწამებებს აგორებდნენ ჩვენს წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ზოგადად ჩვენ არ ვართ მომხრე ესე კონკურენტების ესე ვესაუბროთ და ჩვენთვის ეს მიუღებელი არის, თუმცა სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ფაქტია, რომ არაერთი ბინძური კამპანია აუგორებიათ ჩვენს წინააღმდეგ. აი აქ არის დაფიქსირებული ფაქტების კონსტატაციით წლების განმავლობაში. ბექარ მიკუჯაძე, რომელიც არის კომპანიის დამფუძნებელი, მისი მეგობრები, Facebook მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლებიც კი აი ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული, რომ i-ტექნიკის თანამშრომელი წერს, რომ გუშინ შეიძლება თითქოს iPhone Plus-ში ტელეფონი და არ შეუცვალეს. აი როგორ შეიძლება იმენ დამაჯეროთ, რომ აი მაგალითად რო გითხრათ, რომ იცით გუშინ i-ტექნიკში ვიყიდე ტელეფონი და აღმოჩნდა არაორიგინალი. ამას ხო არავინ არ დაიჯერებს. იმიტომ რომ მე ვარ დაინტერესებული და iPhone Plus-ში მუშაობ ამდენი წელია და რა თქმა უნდა ამას არ გავაკეთებ. ასევე გვანცა მიკუჯაძის მეგობრები, ასევე დაფიქსირებული გვაქვს საოპერაციო სასამართლოს თავმჯდომარეები სხვადასხვა ენებზე, როგორ წერენ ჩვენი კომპანიის მისამართით, რომ თითქოს ჩვენ მეორად ტექნიკას ვდიდით, თითქოს რაღაცა ფაქტი მოხდა, მაგრამ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მე არ ვიცი შენ თუ შეამჩნიე პრესკონფერენციაზე სიუჟეტს რო უყურებდით, როგორც მომხმარებელი აცხადებს, ხო, ვინც დღეს იყო. საგარანტიო რეალურად i-ტექნიკს აქვს 7 დღიანი. ერთი წელი კი აწერია სიმბოლურად საგარანტიოს თავზე, თუმცა 7 დღის განმავლობაში ხდება შეცვლა. შემდგომ ხდება ვითომ ფასდაკლებით შეკეთება. წარმოიდგინეთ, რომ ტელეფონი ვიყიდე, რაღაც აღმოჩნდა ქართული დეფექტი, რა და ჩემი უფლებები დაიღო როგორც მომხმარებლის. i-ტექნიკს ვეღარ ვედავები, იმიტომ რომ მე ვეღარ არის და 7 დღიანი გარანტია მაქვს რეალურად და სასამართლოშიც ვერ წავალ, იმიტომ რომ სასამართლო არის i-ტექნიკის პრობლემის და ამ შემთხვევაში მე როგორც მომხმარებელმა როგორ უნდა დავიცვა თავი ვერ წარმოვიდგენია. საქმე იმაში არის, კახა ასევე მე ჩემი აზრი არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია არის ჩვენ შორის,
და ბუნებრივია ჩვენ გვიყვარს iPhone Plus-ის თანამშრომლებს ჩვენი კომპანია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მართლა გვიყვარს და წლებია ვმუშაობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ბუნებრივია თანამშრომლები ყოველთვის ვიკავებთ ხოლმე თავს ისეთი მკვეთრი განცხადებებისგან, რომელიც თუნდაც ვუთხილდებით თუნდაც ჩვენს რეპუტაციასაც და მე მართლა უცნაურია, რომ ეს თანამშრომლები მე დავაკვირდი Facebook გვერდს iTechnic-ისას და თანამშრომლები წერენ ხოლმე ხშირად ვიცი ხა ეს ისედალია. ჩემი გამოსახება სიცხე. კიდევ ერთი ფაქტი, ან რო გავყოთ, ერთი ის რომ აი უნდათ რომ რა ვიცი, ფაქტია რომ მომხმარებლები რომელიც გამოდიან მომხმარებლები აცხადებენ რომ იქ გაღრმული ტელეფონი მომყიდეს თუ შოურუმის ტელეფონი ისე მომყიდეს რომ არ გამომხდეს თუ მეორადი ტელეფონი მომყიდეს თუ საერთოდ ისეთი ტელეფონი მიყიდეს, პირველად გავიგე ესეთი ფაქტი გაიგია რომ Apple ვერც მომდეს ტელეფონს ეგეთი ტელეფონი მიყიდეს. ფაქტია რომ როგორც ხედავთ, iTechnic-ი ისევ გამოდის, ისევ უხეშად ამბობს, რომ აი iPhone Plus რა შუაშია, ხო? ანუ ერთი უნდათ გადაეფარათ ეს მომხმარებლები, რომლებიც არიან დაზარალებულები მათი თქმით კომპანია iTechnic-იდან და მეორე აი ეს თავარი თემა მე სხვათაშორის თუ გაქვს ნანახი, ანუ იგივე რუსთავის ეთერში, იგივე სხვა ტელევიზიების ეთერში, როცა ჩვენ ეს გამოააშკარავეთ, გახსოვს, რომ აი ვალერიან ცერცვაძეს ბინა იყო დატვირთული იპოთეკით, ვალერიან ცერცვაძე სახელმწიფო მანქანის თხოვლი და iTechnic-ის კლიპში გადასაღებად. ისინი ჟურნალისტებს ემალებოდნენ, გახსოვს, გარეგანი ჩაუკეტეს და რუსთაველმაც კი გაუშვა, რომ iTechnic-ში ბევრი ეცედნენ, მაგრამ კომენტარს არ აკეთებენ, თუ გახსოვს ეს მომენტები და ერთი კიდე რომ დავამატო, რომ ანუ ფაქტია, რომ სამართლებრივად ისინი არიან გაშიშვლებული, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ობიექტურმა მოსამართლემ სხვანაირი განწყობილება გამოიტანოს, რომ აი Facebook-ზე ჰაკერული შეტევა განახორციელდა და 1.600.000 უნდა გოდოს ყადაღა და აი ამითი ცდილობენ აი ესეთი რაღაცებით, რომ გადაიტანონ ყურადღება საზოგადოების სხვა თემაზე საერთოდ, რომელიც მათ აწყობს. ახლა როგორ ჩანს მე სხვაშორის მე ესე ფიქრობ, რომ როგორ ჩანს თბილისის აპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს კავშირები ხო მანქანა ათხოვაკლების გადასაღებად იქ ქონება ჩადო, ბინა ჩადო საკუთარი და ასე შემდეგ ხო, ნუ ის კავშირები რომლებიც ადასტურებს ნამდვილად, რომ თბილისის აპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის ინტერესები არის iTechnic-ში. ინტერესები ბიზნესია. ხო, ინტერესები მინიმუმ ინტერესები არის. ბუნებრივია, როდესაც ის არის თბილისის აპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და ის არის მოსამართლე, სასამართლო დავებში ის რა თქმა უნდა აი წარმოუდგენელია, ხო, ადამიანი არის ისეთი არსება, რომელიც ყოველთვის პირადი ინტერესებს მინიმუმ ყოველთვის პირადი ინტერესებს დააყენებს წინ და წარმოუდგენელია ვინმე დაიჯეროს, რომ თბილისის აპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს არ შეიძლება გამოიყენოს მისი პირადი ინტერესები. როდესაც არის ორ კომპანიას შორის უბრალოდ iTechnic-ი ედავება iPhone Plus, სრულად აბსურდულ ბრალდებებზე არის საუბარი. აქ თბილისის აპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე არის iTechnic-ის ერთი მხარის უშუალო ფლობელი მხარველი რა თქმა უნდა ფლობელი ხო კავშირში რომელიც არის და სასამართლო პროცესი იმართება თბილისის აპელაციო სასამართლოში. ანუ მე ვიძახი წინასწარ როდესაც ანუ ძირითადი საქმე ჯერჯერობით განხილვაში არის, მე ვიძახი ყადაღის თემასთან დაკავშირებით. მსგავსი რამ არის წარმოუდგენელი, ანუ ინტერესთა კონფლიქტი არის, საერთაშორისო ორგანიზაციების ამაზე საუბრობდა, ნუ ეხლა შენ კონკრეტულად იტყვი, თუნდაც გამჭვირვალობა საქართველოს ამის შესახებ ისაუბრა, არის მართლა წარმოუდგენელი, როდესაც ეს პიროვნება თბილისის აპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, აი მსგავსად, აი ასე უხეშად შეიძლება კონდეს ბიზნესი, ნუ კანონმდებლობას ალბათ ერთია, მაგრამ მეორეა, რომ ის მისი ინტერესი აშკარად ჩანს და წარმოუდგენელია, რომ სასამართლო პროცესში მის ინტერესი არ გამოიკვეთოს. გოგა თავიდან თუ გახსოვს, მე ხა ჩავაგდე ლინკი, რომელიც მინდა რომ გახსნას ჩვენმა მაყურებელმა, თუ გახსოვს თავიდან როცა დავიწყეთ ცერცვაძეს რომ გამოვარკვიეთ, ხო? აი ამ ვიდეოში არის ნათლად ჩანს თუ რასთან გვაქვს საქმე, კომპანიის გენერალური მენეჯერი და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მეუღლე გვანცა მიგუჯაძე და თვითონ ვალერიან ცერცვაძე ამბობს, რომ არანაირი შეხება არ მაქვს iTechnic-თან. შემდგომ ჩვენ პრესკონფერენციით გავასაჯაროვეთ იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრიდან გამოვითხოვეთ და არ ვიცი რა იგონოთ, რომ საჯარო რეესტრი არ ვიცოდით თუ როგორც მათი იურისტი ამბობს, ზოგადად მაყურებელზე ხანდახან დაბალი ინტელექტი ჰქონდა, ანუ გამოვითხოვეთ საჯარო რეესტრიდან, დავდეთ და ვნახეთ, რომ მისი ქონება დედის მამისა, ცერცვაძეების ოჯახის ქონება იყო დატვირთული iTechnic-ის სასარგებლოდ, ეს ერთი. ასევე გავასაჯაროვეთ ის შესაძლოა ცნობა გახსოვს, სადაც სახელმწიფო მანქანა ვალერიან ცერცვაძემ
ათხოვა კომპანია iTechnics, რომ გადაიღოთ სახალხო კლიპი. ამას დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებით iTechnics-მა გადაიღო კლიპი, ხო? და თვითონ ვალერი რამოდენიმე დღე ალბათ ფეხი დადიოდა და ათხოვა მანქანა. შემდგომ ამის შემდგომ ჩვენ ეს ფაქტები რომ გამოაშკარავეთ, აი ეს ვიდეო ჩავაგდე ნახეთ, როცა ამბობენ რომ შეხება არანაირად არა ქართველერისო და ვალერისამ და არ გვაქვს შეხებაო. დღეს უკვე ჟურნალისტებს ემალებიან, კარებს აუღებენ და არაკეთებენ კომენტარს და ესე ბინძური რაღაც არ მომხრეა, მარკეტინგ სინდისიერი კონკურენციის მეთოდებით ცდილობენ რომ სხვა თემაზე გადაიტანონ, რომ როგორმე საზოგადოებას ეს თემა მიაღწიოს და ორმაგად სამწუხაროა ის, რომ პირველი საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვს გაკეთებული დასკვნა, როგორც გოგამთქვა, მაგალითად გამჭვირვალობა საქართველოს, სადაც მათ დაადასტურეს არაერთი სამი მუხლი იყო, რომელიც დაარღვია მათი აზრით ვალერიან ცერცოძემ და ეთიკის საბჭოსაც მიმართეს, თუმცა რა თქმა უნდა ეთიკის საბჭოსთან რეაქცია არ იყო, იმიტომ რომ იქაც კავშირები აქვს ბატონ iTechnics ფიქტიურ მფლობელს და ასევე ის არის სამწუხარო, რომ დღეს საქართველოს ბიზნესის თავისუფლება გადის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეზე. აი ამაზე მწყდება გული. მე სხვა შორის კულტურული ინფორმაციები ჟურნალისტებისგან გავიგე ისიც, რომ iTechnics წარმომადგენლები სახელი და გვარი ანიშნულობას კომპანიის წარმომადგენლები უკავშირდებიან ხოლმე და სიუჟეტის გაკეთების დროს, როდესაც ჟურნალისტები ცდილობენ ნებისმიერ მათთვის საინტერესო თემაზე გააშუქონ, ეუბნებიან, რომ ნებისმიერ ანუ ყოველთვის არა კარგი დამოკიდებულება აქვს, ნუ ეს უკვე ცალკე iTechnics და ჟურნალისტების საქმე არის, მაგრამ ნუ მე ჩვენი კომპანიის მხრიდან iPhone Plus-ის მხრიდან მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა პატივსცემს ჟურნალისტებს, პატივსცემს ჟურნალისტების თავისუფლებას, ყოველთვის ნებისმიერ თემის გაშუქების შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა ნებისმიერ ინფორმაციას მივაწვით და ვართ საჯარო, გამჭვირვალე, ნებისმიერი ჩვენ ჯერ არ ნამდვილად, რომ ჩვენ ვართ მართლები და სწორედ აქედან გამომდინარე სრულიად თამამად და თავისუფლად საუბრობთ ყველა იმ პროცესზე, რომელიც ამ სიტუაციაში ხდება და ჩვენი მიზანი სწორედ ეგ არის, რომ ვართ სწორედ იმიტომ ვართ ღია, რომ ზუსტად იმიტომ ვართ ღია, რომ ჩვენ ვართ მართლები. რაც შეეხება მადლობაც რომ მინდა მოვუხადო მედიას, ბოდიში გაწყვეტინებ, რომ აი ეს მედია რო არ ყოფილიყო, რომელიც ფაქტებს ჩვენ გამოაშკარავეთ, არ მისულიყო საზოგადოებამდე, ალბათ სხვანაირად წარიმართებოდა პროცესებიც. და კიდევ ერთი რაღაც გამოგხსენდა, რაც არ მინდა რომ გამოგვჩეს. ნუ iTechnics-მა დღეს განაცხადა, რომ iPhone Plus-ის ბრალიაო, როგორ თქვა, არ მახსოვს, რომ მოკლედ ჩვენ შეგვაწმინდა ხელები იმ მომხმარებლით, რომელმაც იყიდა და როგორც თვითონ ამბობდა Apple-ის ბაზაში არ ეძებდა. მე ლინკი ჩავაგდე, Apple-ის ლინკი არის. განსაჯაროოს iTechnics-მა ის იმეილი კოდი, რაც მიიღეს ამ მომხმარებელს, რა თქმა უნდა მომხმარების თანხმობით და შევიდეთ ჩვენ მომხმარებლები და ვნახოთ, იძებნება თუ არა Apple-ის ბაზაში. ანუ იმის თქმა და გამჭვირვალობა ახსენე, რომ ჩვენ მაქსიმუმ ვცდილობთ ყველა ფაქტი გამოაშკარავოთ და საზოგადოებისთვის ნათელი იყოს, მაგრამ მეორე მხრივ ნახე ისინი რასაც აკეთებენ, იმეილი კოდს მალავე და იძახიან, რომ iPhone Plus-ის ბრალი არის. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ გავაცემთ ან კიდე ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, ჩვენ მართლა დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის სწორი და ამის არგუმენტები და ფაქტები გვაქვს. ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც iPhone-ი არ იძებნება Apple-ის სერვერზე, ის ბადებს მინიმუმ ეჭვს, რომ ის არის თუ არა ორიგინალი. რაც შეეხება კონკრეტულად საერთაშორისო გარანტია ბუნებრივად ვერ ექნება, იმიტომ რომ Apple-ს აქვს ესე გაკეთებული და ეს მე მგონი Apple-მანი ვინც არის, მაგაც იცის. რაც შეეხება კონკრეტულად ბრალდებას, ეს მართლა არის ყურადღების გადატანის მცდელობა, რომ მათ მიერ მათი გაბრაზებული თუ პრეტენზიული მომხმარებელი ვითომ გამოვიყავთ, ანუ ყველაფერში ნებისმიერ თემაში ჩვენ ვართ დამნაშავე, ცოტა უცნაური არის ეს. ნუ მაგას თავი დავანებოთ, ჩვენ ვამბობდით ერთხელ, რომ რაღაცას აქციას მოვიფიქრებთ ხოლმე და ვიცით რომ დაყოფილებული არის. კი, ვიცით რომ დაყოფილებული არის, მაგრამ მე საერთოდ რაღაც ტონუს გმადებს, რომ არ არის, ხო, იმიტომ ბაზარზე რაღაც ესე იგი რაღაცა სიტყვა გვეთქმის, რომ ჩვენ ბაზარზე ანუ კარგი არის, რომ ისეთ კარგ რაღაცას ვაკეთებთ, ანუ რომ უფრო და უფრო მეტი სტიმული მათაც მოსწონს. ჩვენთვის. ხო. ეხლა კიდევ ერთი რაღაცა რაც მინდა თქვა, რომ შენახსენი გამჭვირვალობა და გასაგები არის, რომ კანონი დაარღვია და ეს ამას ამბობს გამჭვირვალობა. ჩვენ ამას არ ვედავებით რა დაარღვია. იმიტომ რომ ჩვენ ფაქტებით ვამყარებთ და ვამტკიცებთ, რომ iTechnics არის ცერცვაძის, სასამართლოში არის ინტელექტი და კომპლექტი და ჩვენი ბიზნესის მითვისება სულ თანადამნია. ჩვენ ვერ წარმოვიდგენია, როგორ შეიძლება მოსამართლე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. როცა და დატოვოს მაშინ გამოდის რომ ცერცვაძეების ოჯახი დატოვა ბინის გარეშე, იმიტომ რომ ობიექტური გადაწყვეტილება თუ იქნება და გავამართლდებით, რა თქმა უნდა, ზარების ანაზღაურებაზე წავა იქ. საუბარი. ხო.
მოკლედ კიდევ რაიმე ხوارებსაც თქვენი? ხო, დამატებით მე მინდა კიდევ ერთხელ უთხრა მედიას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ კარგი არის თქვენთან თანამშრომლობისთვის, მინდა მომხმარებელს უთხრა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ლოიალურები ვართ მომხმარებლების მიმართ. მე მინდა რომ უთხრა აი ტექნიკის თანამშრომლებს, რომ არ ვიცი, გასაგებია რომ კონკურენცია არის ჩვენს კომპანიებს შორის, თუმცა ყველა თემაზე iPhone Plus-ი, მე მგონი ცოტა არ ვიცი, მე ვფიქრობ რომ არასერიოზული არის, მაგრამ ეხლა მათი არჩევანი არის. ამავდროულად წარმოუდგენელია რომ მოსამართლეც ერთგვარზე ასეთ გავლენებს ეყენებდეს, მოუდეს მე ალბათ იქნებ მივხვდეს მოსამართლე რომ მისი გავლენების გამოყენება თუნდაც ჩვენს წინააღმდეგ არ იქნება მისთვისაც კარგი, ყოველ შემთხვევაში დღეს თუ ხვალ თუ მოგვიანებით თუ ესეთი რაღაცა არის ძალიან ცუდი, ჩემი აზრია ეს რა თქმა უნდა და არ ვიცი მე ვიმედოვნებ რომ ყველაფერი კარგად იქნება, რა ვიცი. ზოგადად ჩვენს იმედი გვაქვს რომ რა თქმა უნდა იმედის გვაძლევს ის რომ ჩვენ ვართ ადამიანები რომელსაც გვჯერა რომ გვქნით ისეთ მომსახურებას რომელიც შემდგომ ყიდის iPhone-ებს და ჩვენთვის iPhone Plus-ი არ არის რაღაც მაგალითად კერძო ეკონომიკური აქციები ხო? არამედ ჩვენ გვინდა რომ ისეთ რაღაც შევქმნათ რაც კვალს დატოვებს ბაზარზე. რა თქმა უნდა სამწუხარო ფაქტი არის და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ არ ვართ მომხრე აი ესეთ ტემპში კონკურენტებთან საუბრის და მესმის მომხმარებლებს რა თქმა უნდა გამაღიზიანებელი არის, თუმცა აი ეს დაბრალებები და ცინის წამებები უბრალოდ რო არ გვეთქვა ჩვენი კომპანიის სახელით ალბათ არ გამოვიდოდა და მე მჯერა ის რომ საზოგადოება ყველაფერს ხედავს, ჩვენ ცინის კი არ ხედავს, ფაქტებზე ვსაუბრობთ, ანუ დღეს კი მე ანუ ხო, ანუ ნახე ვალერიან ცეცხლზე კავშირში აი ტექნიკთან. ფაქტი ერთი, მამამისის დაფუძნებულია, ცოლის ძმა დირექტორი არის, მეუღლე მუშაობს, თავის ბირი არის იპოთეკით ჩადებული. ასევე მანქანა ათხოვა სახელმწიფოს კუთვნილი მანქანა ათხოვა სახელმწიფო კუთვნილის. აი ტექნიკსაც თუ უნდა რა ფაქტებით ისაუბროს, ის იმეიკოდი გაასაჯაროოს, რომელიც დღეს ის მომხმარებელი საუბრობდა და გადავამოწმოთ ერთად, ხო? ანუ რა საჭირო ეს გამალვები და რაღაც კი ბატონო და აბსოლუტურად არის ის რომ Facebook გვერდი გამიქვა iPhone Plus-მა, რომ ზღაპარი არის, ეხლა Facebook-ი ეხლა კალიფორნიაში არა ვარ მართლა თბილისიდან ერთობით თუ ხო, თუ Facebook-მა გვერდი გავუწმო, ის მაშინ ალბათ Facebook-ისთვის მე მიმართებ. თუმცა ყველა ვიცით რატო გავუშვა ხო ეს Facebook გვერდი რომ მათ ეწერათ აი ტექნიკებს თბილისი და Apple-ის იმას რა ქვია, საავტორო უფლებებს არბოთ. ხო. დასაგებ, ხელ კარგ ნოტაზე გემშვიდობებით. ჩვენ იმედს ვიტოვებთ რომ ბრძოლა ბიზნესის თავისუფლებისთვის დასრულდება სამართლიანად და ჩვენს ხარეს არის სიმართლე და ჩვენ და ბიზნესის თავისუფლება საქართველოში გავემარჯვებთ. ჩვენ ვიქნებით ღია, ჩვენ გავაგზავნებთ წინსვლას და ამ იმედით გემშვიდობებით. მაგალითად